3-2-1 თქვენ მის ნიკოლეს არხზე ხართ. არც ისე დიდი ხნის წინ დედამ გადაწყვიტა ჩვენი გაპრენკვა და ბოროტი ბავშვის ძიდა დაგვიყვანა. მე რა რომ დასველდი? შენ შალის რომ იყო მაინც არ ხარ ლამაზი. მახინჯი ხარ. რა თქვი? ამაღამ ჩემს ცხოვრებაში ალბათ ყველაზე სახიფათო ფრენკს გავაკეთებ. ნიკოლ, ასე სწრაფად სად მიდიხარ? გორივასავით გიზივით დარბიხარ. არ შემიძლია ესე სწრაფად ვიარო როგორც მინდა? კარგი ნიკოლ, ნუ მეკამათები. მეკვი რატომ ხარ ყოველთვის მართალი? მაშინაც კი როცა ცდები, სულ ასე იქცევი. მაშინაც კი როცა ცდები, მაინც ისე იქცევი თითქოს მართალი ხარ. როცა გაიზრდები, მიხვდები. მეზიზღება ეგ არგუმენტი. ახლა მინდა გავიგო. კარგი ნიკოლ, საკმარისია. არ გამაბრაზო. მაგასაც ვნახავ. რა? არაფერი დე, მოგესმა. კარგი. ბოგდან ძალიან მჭირდება შენი დახმარება. კარგი, მითხარი რა მოხდა? მე დედა ჩემის გაბრენკვა მინდა. არა, არ მინდა ამაში მონაწილეობა. დედა შენს ხომ იცნობ ის დაგვრჩის. ჩვენთვის მსოფლიოში ადგილი აღარ იქნება. არ ინერმულობა, ცოტა ხნის წინ გაპრენკა და მინდა ვიცოდე სად არის მისი დუღილის სერდილი. ამის შემდეგ ის გაბრაზდება. ნიკო, დაიღალე ცხოვრებით. ეს არის ყველაზე საშიში რამ, რაც კი ოდესმე მომისმენია ჩემს ცხოვრებაში. დედის გაპრენკვა და თან ასეთი გზა. ვიცოდი რომ შეგეშინდებოდა. ზლატამ თქვა რომ ქათა მიხარ და მას ძალიან შეეშინდებაო. რა? მე შემეშინდება? მე ყველაზე მამაცი ვარ. კარგი რა, ჯერ ვერაფერს ხედავ. კარგი, თანახმა ვარ. ახლა ხედავ, ნამდვილი მამაკაცი ხარ. მე მარცაც ვისწავლი ადამიანების მანიპულირება. დარჩენილია ერთი მოკავშირე სხვების დასარწმუნებლად. ზლატა, გამარჯობა, რა შვები? გაუსის ფორმულას ვსწავლობ. რა? ეს მათემატიკოსი, უმაღლესი მათემატიკის საწყისი ფორმულის ავტორია. და ფორმულა სადაა? ეს ყველაფერი ჩემს თავშია, ნიკოლ, ეს ყველაფერი აქ არის. აი აქ. ისეთი ჭკვიანი ხარ რომ ხანდახან მეშინია ხოლმე, მაგრამ მე აქ რაღაც მიზეზით მოვედი. დედა ჩემის გაპრენკვა მინდა და მოკავშირეები მჭირდება. ას გეგმავ, ეს ყველაზე ცუდი იდეაა, რაც კი ოდესმე მსმენია. ბოგდანმა მაშინ მეთქვა რომ შეგეშინდებოდა და ქათამივით მოიქცეოდი. პატარა ქათამივით. რა? ბოგდანმა თქვა ასეთი რამე? ხო, რა თქმა უნდა. მე ასე არ ვფიქრობ, მაგრამ ის ამბობს რომ მხოლოდ ყველაზე გაბედულები არიან საჭირო და შენ ამას ვერ შეძლებ. რა? და თვითონ რა შეძლებს? მე შენთან ერთად ვარ, რა გავაკეთო? მინდა გავარკვიო სად არის დედას დუღილის წერტილი და მე ძალიან დავაბრაზო. ეს ყველაფერი კარგად არ დამთავრდება. რა იყო ისევ გეშინია? მე არასდროს არ მეშინია. მე ვაჩვენებ ბოგდანს ვინ არის ყველაზე მამაცი, ყველაზე უშიშარი. ჩემო მეგობრებო, თქვენ ძალიან ნაზები ხართ. ასე მარტივად დაგარწმუნეთ. ბრძოლის ველზე ბოლო ჯარისკაცი გჭირდება, მაგრამ შესაძლოა ამ ომში ის იყოს ყველაზე მნიშვნელოვანი. ჩვენ აუცილებლად გჭირდება ჟენია. ჟენია, სასწრაფოდ გჭირდება შენი დახმარება. სად გეჩქარება გოგონავ? რა დამლაპარაკობ ასე უცნაურად? მე დავსვი მკაფიო კითხვა. სად გეჩქარება ასე? ალბათ მეტისმეტად ბევრ ფილმს უყურა და თავი რაღაც როლში გქონია. დიდო მაფიის ბოსო, შენი დახმარება მჭირდება. გთხოვ, დამეხმარე. მიიღეთ ჩემი ნებართვა. ეს ამოცანა არის ყველაზე რთული რამ, რაც ჩვენ ოდესმე გაგვიკეთებია. გესმით რისკების შესახებ? დიახ, დიდო უფროსო. მე ვიცი საშიშროების შესახებ. კარგი, მაშინ აკოცე ჩემს ბეჭედს. გაგიზდი ხო? შენ საერთოდ გაგიზდი. უბრალოდ ცოტათი აკიყევი და რასაკეთებ? ისევ ამ როლებში ხარ. კარგი რა მოხდა მერე? სახალისო იყო ძალიან. კარგი, მაშინ აბაზანაში გეოდები. ასე რომ, თუ თქვენ აქ ხართ, ესე იგი, ყველაზე უშიშრები და ყველაზე მამაცები ხართ. მე მამაცი ვარ, გაიგე ზლატოჩკა? მე ვარ მამაცი ბოგდანჩიკ. რატომ ზომავენ თავიანთ სიმამაცებს? დაიგნორე, ეს მათი პირადი ხორობებია. ჩვენ უნდა გავარკვიოთ, როგორ გავპრენგოთ დედა. ჩვენ რაიმეს მოფიქრება გჭირდება. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ეს ძალიან სწრაფად მოხდება. გეთახვები. დიახ, და ჩვენ ყველა დავისჯებით. ასე რომ ჯარისკაცებო, ნუ გეშინიათ, ჯობია ფრენკები მოვიფიქროთ. ტელეფონზე რომ გავპრენგოთ? როგორ? წამოდით, მე გაჩვენებთ. კარგი, ჟემია, რა უნდა გავაკეთოთ? აქ დარჩით, ყველაფერს მოვიტან. აი, ყველაფერი მოვიტანე. სულ ესაა? რა ვუყოთ ამათ? ახლა ტელეფონში შევიდეთ. ყველაფერი რაც უნდა გავაკეთოთ არის ჩამწერზე ზარის რეკვის ჩაწერა. და მერე თქვენ ნახავთ, ბოგდან წადი კარზე ზარი დარეკე.
ჰეი, ბოდია, შესრულებულია. შემოდი. რისი გაკეთება გინდა? მარტივია, უბრალოდ დინამიკს კართან დავტოვებთ და კარზე ზარისხმას ჩავთავთ. დედა გააღებს კარს და იქ არავინ არ იქნება. და ჩვენ ამას გაუჩერებლად რამდენჯერმე გავაკეთე. აბა, მე მზად ვარ. დინამიკი დამალეთ. ვფიქრობ, რომ შეგვიძლია იქ დავმალოთ. ბავშვებო, ის აქ არის, დავიმალოთ. სწრაფად, მიდი. ო, ჯანდაბა. გამარჯობა ყველას. სახლში ვარ. არის მე სახლში? უჩნაურია, ისინი სახლში უნდა იყვნენ. ნიკოლ, რა? სად ხარ? ტუალეტში ვარ. ო, კარგი ბონდიში. სად არიან სხვები? არ ვიცი, ალბათ ზემოთ არიან. კარგი. მიდი ჩართე. ჩვენი საქმე ცუდადაა. უკვე გეშინია? მე არასდროს არ მეშინია. ნიკოლ, გააღე, რა გთხოვ? დედა, ხო გიცხარი, მე ტუალეტში ვარ. ხო, დამავიწყდა, კარგი. მიდი, ისევ ჩართე, ახლა ის ძალიან გაბრაზდება. ის გაბრაზდება, დარწმუნებულები ხართ, რომ ეს ამათ ღირს? მე ნამდვილად მაინტერესებს, რამდენად სწრაფად გაბრაზდება იგი. ისევ ჩართე და ის აფეთქდება. კარგი. კარგი, ჟენია, კიდევ ერთხელ სცადე. დრო ავაფეთქოთ. იქნებ აღარ არის საჭირო. საჭიროა, ზლატოჩკა, საჭიროა. ო, როგორც ჩანს, ახლა იწყება. გამოგიჭირეთ. თქვენ რა, ყველანი ერთად დადიხართ აბაზანაში? არა, უბრალოდ შენი გაპრენკვა გადავწყვიტეთ. ისე, ძალიან კაცრადაც არა. ხო, არ დამარტყა. ამოხდა მერე, თქვენ არაფერი არ გაგიფუჭებიათ, ეს ხომ უბრალოდ პატარა ხუბრობაა. შენ რა, ჩვენ არ დავგსჯი? რა ხდება? რატომ უნდა დაგსაჯოთ ბავშვებო ასეთი რამის გამო? კარგით რა, ადით ზემოთ და ითამაშეთ, გაერთეთ. უყურე ერთი ამოხუნჯებს. ვინმე გაიგო რა მოხდა? მე ძალიან დიდ შოკში ვარ. არ მისი რა ხდება, რა დაემართა მას, თითქოს საერთოდ არ არის დედა ჩემი. იქნებ ის სვამს რაიმე სახის დამამშვიდებელ საშუალებას, რომლის გამოც საერთოდ არ რეაგირებს? ისე ეს უფრო სახალისო იქნება ვიდრე გვეგონა. ჩვენ მაინც შეგვიძლია მისი გაგიჟება. მამას აუცილებლად შევძლებ. იქნებ მამაზე გავჩერდეთ? არავითარ შემთხვევაში, ჩვენ ბოლომდე მივდივართ. მოდით მას საჭმლის ფრენკი გავუკეთოთ. წავიდა! ჰო, კარგი, ოხუნჯების გუნდო. წავიდა! გამარჯობა. დედა, შენ ძალიან მშიერი უნდა იყო. კი, რაღაცის მომზადებას ვაპირებ. შენს გინდა ჭამა? არც ისე. ნება მომეცი, მოგიმზადო რამე. რა? შენ ჩემთვის ამეს მოამზადებ? ხო, ყველაზე გემრიელ ლანჩს მოგიმზადებ. კარგი, შენგან ამას არ ველოდი. დიდი მადლობა. ბოდია. რა? იცაკა მომეცი. ნიკოლ, რამე მითხარი? არა, არაფერი. დედა, მე მღერი. მიყვარს სიმღერა და საჭმლის მომზადება. ისეთი ჭკვიანი ხარ, უკვე დასრული ხარ, ძალიან კარგია. მინდა კარგი რამე მოგიმზადო. საკმარისია? ეს არის ყველაზე ძლიერი მწარე ციცაკა, მას მილიარდობით სკოვილი აქვს. მაგარია. დედა, ზადა, შეგიძლია მიირთვა. რა კარგი გოგო ხარ. შენი ლანჩი მზად არის, დედა. რა გემრიელი სურნელი აქვს. გასინჯე, დედა, იმედია მოგეწონება. აბა დედა, როგორია? გემრიელია? დიახ, ძალიან გემრიელია, ჩემო გოგონა. ძალიან კარგი ხარ, ნამდვილი დიასახლისი. ძალიან გემრიელი იყო. ან ყველაფერი მოგეწონა? რამე ხომ არ დავაკელი? კი, ეს არის იდეალურია, უკეთესად გააკეთე ვიდრე მე. ოჩახ, რაიმე საყვედური ხომ არ უნდა მითხრა ან რაიმე მსელსი? რას საპარაკობ? რატომ უნდა გითხრა საყვედური? პირიქით, ნიკოლ, მე შენ უნდა შეგაქო, ძალიან კარგი ხარ. კარგი, მე დაბლა ჩავალ.
აბა, ძალიან გაბრაზდა? არა, მან უბრალოდ კვერცხების შეჭამა და მადლობები დამიხადა. იქნების ციცაკა არც ისე ცხარე იყო? არა და ძალიან ცხარია, ბაბუაჩემ ეს ციცაკა რომ გასინჯა, ბებიას სახლი გადაუწვა. იმ ციცაკის ჭამის შემდეგ ცეცხლმოკიდებული გველეშაპივით იყო. რაღაც ძალიან დიდი უცნაურობა ხდება. კარგი, გამიცეთ და ვიფიქროთ, რა გავაკეთოთ შემდეგ. მოდით წავიდეთ. მეგობრებო, დღეს მთელი დღეა დედას ფრენკავთ და ეს ძალიან საშიშია. ასე რომ ჩვენ ვიცით რა უნდა გააკეთოთ, რომ ერთი წლის განმავლობაში არ დაისაჯოთ. გასაკეთებელი არის მხოლოდ ორი რამ. დაიმახსოვრეთ, მზად ხართ? თქვენ უნდა გამოიწეროთ არხი და კარგად მოიქცეთ. ასე რომ, რომელიმეს თუ არ გააკეთებთ, საქმე ცუდად გექნებათ. გამოიწერეთ ახლავე, რომ დედამ არ დაგსაჯოთ და შემდეგ ის ყველაფერს გიყიდით, რაც გინდათ. მიდით, გამოიწერეთ არხი. მიყვარხართ? იფიქრეთ, მაგრამ არ შეიძლება რომ მას არ ადაბდებდეს ჩვენი ხოვრობები. ჩვენ ვფიქრობთ, იქნებ რაიმე ძიმე ვესროლოთ? კარგი, ჯდი, მისი გაბრაზება მინდა, მოკლა კი არა. იქნებ ტანსაცმელი გაუფუჭოთ. ხო, ეგრე თქვენ მას მთელი ცხოვრებით გააკოტრებთ. იცით რა ღირს ვისი ტანსაცმელი? და იქნებ TikTok-ის პრენკები გვეცადა? ეგ შეიძლება. უთხარი დედას რომ TikTok-ისთვის ვიდეოს გადაღება გინდა. შემდეგ აიღე 3 ბუშტი და გახედკე როგორც ჩელენჯია. მე ვნახე ეს TikTok-ი. მე ვიცი რაზეც საუბრობ, ის გაბრაზდება. ძალიან გაბრაზდება. მარტო მე არ ვიცი რაზე ლაპარაკობთ? დაივიწყე, ნახავ, მოდით წავიდეთ. წავედი. კარგი, ჩუმად, არ გაიგონოს. როგორც ჩანს, ისაკ არ არის, ხოლო შეიძლება თავის ოთახში იყოს. ცოტა ჩუმად ვიყოთ. ჩვენ შეგვიძლია ყველაფერი მშვიდად მოვამზადოთ. ჯანდაბა კარის დაკეტვა დამავიწყდა. მიდი. ზლატა, მაჩვენე, ეს საინტერესოა. აიღეთ 3 ბუშტი, 2 მათგანი უბრალოდ გაბერეთ. მესამე ბუშტი კი ფქვილით გაავსეთ. კარგი, საკმარისია. ახლა კი უბერავთ. ჯერ კიდევ არ ვიცი რა მოხდება. სულელი ხარ ჟენია. მაგარი გამოდის, მე მხოლოდ ამას ვიტყვი, ძალიან გაბრაზდება. ბუშტი ფქვილით სავსეა, მას ნამდვილად ცუდი რეაქცია ექნება. კარგი, მაშინ ყველაფერი გამოგვივა. კარგი. აბა წარმატებები მისურვეთ. მიდი, ღმერთო, გთხოვ, მიდი. სიმართლე გითხრათ, ეს სიგიჟეა, მაგრამ მე უკვე გავაკეთე არჩევანი. დედა, მე ვცდილობ ამ ახალი TikTok ვიდეოს გადაღებას. დამეხმარები? კი, რა უნდა გავაკეთო? მე გესვი ბუშტებს, შენ კი მათ გახედქალ. კარგი, ვცადოთ. კარგი, მოდი კამერა ჩავთოთ. მაშ დედა, მზად ხარ? კარგი, ვცადოთ. საშიში იყო. ჰოპ! ახლა მესამე მზად ხარ? კი, მზად ვარ. ბოდიში ძალიან სასაცილოა. ნიკოლეს რა იყო? კარგი, ახლა მთლად დაბნეული ვარ, ეს TikTok ხუმრობა. რატომ მეკითხები? არაფერი. იმედია ძალიან ბევრი ნახვა ექნება. რა? სულ გაბრაზებულ ხარ? რატომ უნდა გაუბრაზდე? კარგი ხარ, კრეატიული ხარ. ძალიან კარგი ვიდეო გამოვიდა. კარგი, მაშინ მე წავალ. მიდი ქალიშვილო. ცოცხალი ხარ? დაისაჯე? ინტერნეტი გამოგირთო? არხი დაგიხურა? მითხარი როგორ დაგსაჯა? ჩვენი მდგომარეობა უარესია. მან შემაქო. რა? მე მეგონა მოკკლავდა. მეც ასე ვფიქრობდი, მაგრამ მან თქვა რომ მშვენივრად მუშაობ და ვითარდები. შოკში ვარ, რაღაც მართლაც ძალიან საშინელი ხდება. კარგი, მოდი გავაგრძელოთ ფიქრი. ყველაფერს ველოდი რომ მოხდებოდა ამის გარდა. ეს წარმოუდგენლად უცნაურია. იქნების კლინიკაში იყო და აგრესიის გენი ამოიღო ტვინიდან. იქნების მოიშორა. რა რეაქცია გაქვს? ეს შესაძლებელია. არა, უკვე ნათელია აქ რაღაც უცნაური ხდება, მაგრამ მე აუცილებლად დავასრულებ დაწყებულ საქმეს. ეს ყველაფერი მიზნის ასრულებამდე უნდა მივიდეს. საბოლოო ეპიკური ხუმრობის დროა. ძალიან საშიშად ჟღერს, მაგრამ მე მინდა ვნახო. ასე რომ ჟენია, როცა დედა მისაღებში გავა, კიკის აიყვან და ტელეფონში საპარსის ხმას ჩართავ, თითქოს მას პარსავ. ზლატა, საჭმლის სავსეთებს აიღებ, დაეცემ და ყველაფერს იატაკზე დაყრი და შემდეგ არ აიღებ. კარგი, მე კი მასთან მივალ და ვეთქვი, რომ 6 თვეა საშინაო დავალება არ გამიკეთებია და სკოლიდან გამრიცხეს. და მე? აი შენ კი საბოლოო აკორდს დაუკრავ. შენ განსაკუთრებული მთავარი როლი გაქვს. ფრანკის გუნდო წავიდა. სტრაფად. კარგი, წავიდეთ. კარგი ჟენია, მიდი ეს შენზეა დამოკიდებული. მე ჯერა შენი. კიკი, მოდი ჩემთან. რასაყვარელი ხარ? შენ ხარ ჩემი ტკბილი. ჟენია, რასაკეთებ? გაუში ძაღლი. არაფერია, უბრალოდ მას გავპარსავ.
ჟენია, რას ეკეთებ? გაუშვი ძაღლი. რა ჯანტაფა ხდება აქ? დედა რაღაც უნდა ვითხრა. მე სკოლიდან დამომაგდეს. უბრალოდ ებშიტვია, რაც საშინაო დავალება არ გამიკეთებია და გამაგდეს. როგორ თუ გავაგდეს? რა სამბო? ვეღარ ვიკავებ. ვეღარ ვიკავებ. ვაიმე. საკმარისია, რას აკეთებთ აქ? შეგიძლიათ შეთქმულოთ ეს სისულელე? მთელი დღეა სისულელეებს აკეთებთ. დაიწყო. თქვენ დასჯილები ხართ. შენ დასჯილი ხარ, შენც დასჯილი ხარ. და მე გაჩვენებთ როგორ უნდა კარგად მოგცევა. გაიგეთ? ესმით, გასაგებია? დედა ეს ნიშნავს რომ ჩვენ ვეჩუვლები? დიახ, ეს მართლაც ასია, თქვენ დაისჯებით და შენც დაისჯები. კარგი, ყველაფერი მესმის და ჩვენ ყველა დამნაშავეები ვართ, მაგრამ მხოლოდ ერთი კითხვა მაქვს. რატომ არა ფეთქდი? ჩვენ ხომ მთელი დღეა რომ ძალიან გაბრაზებთ. მე გავიგონე ნიკოლ, შენი გეგმის შესახებ. როგორ გავაგიჟო დედა ჩემი? კარგი, ნახოთ ვინ ვის გააგიჟებს. ნახოთ. და ვიცოდი მთელი დღე გამბრაგავდით. ამიტომ გადავწყვიტე საანსლოდ გამეკეთებინა სიურპრიზი. მაგრამ რო ვცოდნოდა რომ ეს მთელი დღე ხურობა იყო, ვაპატიებდი? კარგი ხო, მე თქვენ გპატიობთ. მართლა? რა თქმა უნდა არა. არც ტელევიზორი, არც ინტერნეტი, არც სეირნობა, თქვენ ყველანი დასჯილები ხართ. დასჯილები. უჩქინარი ხუმრობები არ მაწუხებს, მაგრამ ეს ზედმეტია. არ შეიძლება ასე მოიქცეთ. ასე აღარ უნდა მოიქცეთ, გასაგებია? ვაპატიებთ ხო? ჩვენ აღარ გავაკეთებთ. აიყვანე კიკი. კარგი, გპატიობთ, მაგრამ მაინც დასჯილები ხართ. 3, 2, 1, ნორი თქვენ მის ნიკოლის არხზე ხართ. მადლობა რომ უყურეთ ამ ვიდეოს ბოლომდე და არ დაგავიწყდეთ წაიკება და ჩვენ გავიქეთ. კარგად.